გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. ჩვენთან ძალიან საინტერესოა დღეს რაც შეეხება გაშლის თემას, გვექნება ასეთი ახალი გაშლა, ამ ფორმატით არ გამიკეთებია. როგორ მოვიპოვოთ წარმატება? ანუ ეს თემა არ გამიშლია აი ამ სახით. ანუ გჭირდებათ რაღაცაში წარმატების მიღწევა, რომელსაც ვერ აღწევთ რატომღაც და გვექნება სამი ვარიანტი. წავიკითხავ ზუსტად იმას, რაშიც გჭირდებათ თქვენ წარმატება და პასუხი მივიღოთ ორაკულისგან, ჩემო კარგებო, ეს იქნება უფრო რჩევის სახით. რჩევა ორაკულის დახმარებით მიიღებთ პასუხს, რადგან ორაკული არ პასუხობს როგორც ტარო. ორაკული არ გვეუბნება კის ან არას, გვაძლევს რჩევას ან მინიშნებებს და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ორაკულის დახმარებით მოგცეთ რჩევა ან მინიშნება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვენ ძალიან გაწუხებთ და იმ სფეროში, რაშიც წარმატებას მიღწევა გჭირდებათ და რაღაც პრობლემების გამო ვერ აღწევთ წარმატებას. მაშასე ჩემო კარგებო, პირველი ვარიანტი, რაშიც გჭირდებათ წარმატება და რატომღაც ვერ აღწევთ წარმატებას, ეს რეალურად არის უფრო ფსიქოლოგიური მომენტი ჩემო კარგებო თქვენთვის. აი აქ რაღაცა ისეთი რჩევა პრაქტიკული და ასე ვთქვათ, ხელშესახები არ გვექნება, აქ უფრო თქვენ ფსიქოლოგიურ მომენტებზეა ლაპარაკი. ანუ რაღაცა დასრულებული ისტორიის გაშვება გიჭირთ, ხართ რთულ ეტაპზე თქვენი ცხოვრების, საჭიროა ტრანსფორმაცია, თქვენი შინაგანი ტრანსფორმაცია, რადგან ვერ უშვებთ ვერაფრით წარსულს. არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის როგორ რეზონირდება და რა სფეროში. ანუ ზოგისთვის იქნება პირადი ცხოვრება, ზოგისთვის იქნება რაღაცა წყენები, მეზობლების თუ ნათესავების, ზოგისთვის იქნება რაღაც საქმეში წარუმატებლობა და აი ეს წარუმატებლობა ამ წარუმატებლობამ ისეთი დაღი დაასვა, რომ აი ცხელ რძეზე დამწვარი სივწყალს უბერავ და სულსო თუ როგორღაც არის ნათქვამი, რაღაც ესეთ სიტუაციაში ხართ. ან უბრალოდ ახლიდან რომ დაიწყოთ ცხოვრება, გააგრძელოთ სუფთა ფურცლიდან, გჭირდებათ წარსულის გაშვება, ანუ რაღაც დამთავრებულ თემას თქვენს ცხოვრებაში, ნებისმიერ სფეროში ვერ უშვებთ. ეს არის თქვენი წარუმატებლობა, ეს არის თქვენი პრობლემა და ეს თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. და ვნახოთ ახლა რა მოგიტანთ წარმატებას, როგორ მოახერხებთ აი ამ საკითხში წარმატების მიღწევა, გვეტყვის ორაკული. აქ არის მილოცვაზე, დღესასწაულზე, აღნიშვნაზე ლაპარაკი და ორაკული გვირჩევს, რომ შევინახოთ ის ინფორმაცია, ის ცოდნა, გამოცდილება, რაც მოგცათ ამა თუ იმ ისტორიამ თქვენს ცხოვრებაში, კონკრეტულმა ადამიანმა თუ რაღაცა ვითარებამ შეგძინათ დიდი გამოცდილება და აქ უკვე რჩევაზეც არ არის ლაპარაკი, ჩემო კარგებო, ყველაფერს თავისი დრო აქვს, როგორც ჩანს. და თქვენ უკვე თითქმის გავლილი გაქვთ ეს რთული ეტაპი თქვენს ცხოვრებაში და წარმატებაც არ დააყოვნებს, უბრალოდ მიიღეთ ეს ყველაფერი როგორც გამოცდილება და გაკვეთილი. მიიღეთ მადლიერებით სამყაროსგან, რადგან მოგცათ საშუალება იმის, რომ გაგერჩიათ თეთრი და შავი, მტყუანი და მართალი, გწოდნოდათ როგორ ადამიანებთან არ უნდა იქონიოთ მაგალითად საქმე და ასე შემდეგ. მიიღეთ მადლიერებით გამოცდილება, განსაცდელები და შეინახეთ სადღაც შორს, განჯინაში, ისეთ ადგილას, ვიძახი რა თქმა უნდა გადატანით მნიშვნელობით, სადაც ხშირად არ წააწყდებით, ასე ვთქვათ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაივიწყოთ ყველაფერი და თქვათ ანალოგიურ ისტორიაში და სიტუაციაში იგივე გაიმეოროთ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ არ იყოთ ჩაციკლული, მინჯაჭული აი იმ განვლილ ეტაპებზე თქვენი ცხოვრების და ფაქტიურად ბევრი არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ. წარმატებას მიაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ უბრალოდ გადადებთ ამ ყველაფერს სადღაც ბნელ კუჭულში მეხსიერების. ეს უნდა გაგებლოთ, ყველაფერს თავის დრო აქვს, როგორც ვთქვი და მალე თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ახალი ლამაზი პერიოდი. ვნახოთ მეორე ვარიანტი. რაში ვერ აღწევთ წარმატებას. ჩემო კარგებო, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ხართ ძალიან მიმდობი ადამიანი. ანუ ურთიერთობებზე უფრო ან რაღაც თქვენს დაუფიქრებელ საქციელებზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი. უფრო მეტი წილი რეზონირდება იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად ხდება ღალატის მსხვერპლი. თითქოს ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ რაღაცა კონკრეტული მიზნისკენ, თითქოს არ ჩქარობთ, მაგრამ
ხშირად მაინც ჩაგეშლებათ ხოლმე ეს საქმე თქვენი მიზეზით თუ გარკვეული ვიღაცა კონკრეტული პიროვნებების მიზეზით ეს ინდივიდუალურია და არის ერთი ნიუანსი ზოგჯერ ხვდებით რომ თქვენ თვითონაც შეიძლება რაღაცა აი ამჩატებულად დაუფიქრებლად ძალიან ბავშვურად ინფანტილურად მოიქეცით და ძალიან ბევრი საქმე თითქოს აი დაფიქრებით ნაბიჯ-ნაბიჯ აწონილ-დაწონილად შესასრულებელი საქმე რომელსაც რა თქმა უნდა რაღაც ენერგიას დროს უთმობთ ყოველთვის გეშლებათ აქ პირადი ცხოვრება შეიძლება იყოს და სხვა სფეროები რა თქმა უნდა დავნახოთ რას გვეტყვის ორაკული რა რჩევას მოგცემს ჩემო კარგებო ზამთარიო გვეუბნება ზამთრის პერიოდში ვიღაცისთვის კონკრეტულად დრო არის მინიშნებული ზამთრის პერიოდში აი ძალიან სერიოზული ჩანაფიქრი ზამთრის პერიოდში შესაძლებელი იქნება განახორციელოთ მაგრამ წარმატებას აი ზუსტად არის ამაზე ლაპარაკი წარმატება ველოდებათ ზამთარში ეს ესაა ზამთარი დამთავრდა მაგრამ ბევრმა თქვენგანმა შეიძლება რამოდენიმე თვის მერეც მოისმინოს ეს ვიდეო ჩაწერილია მარტის ბოლოსკენ და მოგიწევთ რამოდენიმე თვის მოცდა ჩემო კარგებო და წარმატება მიღწეული იქნება ზუსტად ზამთრის პერიოდი იქნება თქვენთვის წარმატების მომტანი და ასევე გირჩევთ ორაკული რომ თქვენი ენერგიები, თქვენი ემოციები და დრო დაზოგოთ ჩემო კარგებო როგორც ჩანს ძალიან ბევრს გასცემთ შეიძლება ზოგჯერ იქ სადაც დაფიქრება საჭირო უარის თქმა არის საჭირო თქვენ კის ამბობთ და არაძლევთ საკუთარ თავს მოფიქრების საშუალებას აი ცოტა სუსხიანიც რო იყოს ეს მინიშნებაც აქვს ორაკულს კონტაქტებში ურთიერთობებში ცოტა დისტანცირება რომ მოახდინოთ ეს იქნება თქვენთვის ძალიან სერიოზული წარმატების მომტანი დაფიქრდით ხოლმე თქვენ სიტყვებზე და საქციელებზე ჩემო კარგებო ნუ აჩქარდებით აქ არის ამაზე ლაპარაკი ნუ აჩქარდებით და მოგიტანთ ეს ყველაფერი წარმატებას და ვნახოთ მესამე ვარიანტი აქ არის ძალიან სერიოზული მიზანი რაშიც გჭირდებათ წარმატება და ვერ აღწევთ 70-80% მათთვის ვინც მესამე ვარიანტში ხდება არის პირადი ცხოვრება ახალი ურთიერთობები ანუ სიყვარულში რა თქმა უნდა პირველ რიგში წყლის ტუზია და რაღაცა გარკვეული პროცენტისთვის სხვადასხვა წამოწყება ახალ საქმეში გაქვთ მიზნები გაქვთ ოცნებები და შორს მიმავალი გეგმები და ვერ აღწევთ წარმატებას კითხვა ზუსტად გვაქვს ეს და რა უნდა დაგვეხმაროს ამაში უნდა გვაქვს ორაკულმა პასუხი და პირადი ურთიერთობები ზოგადად უფრო პრიორიტეტულია ამ მესამე ვარიანტში და ვნახოთ რა გიშლით ხელს წარმატების უფრო სწორად რა მოგიტანთ წარმატებას საკუთარი თავის სიყვარულე პირდაპირ აწერია კარტს გენდინის სევმეტი ანუ თურქული დასტა მაქვს და გითარგმნით ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცოდეს კიდევაც ეს ენა მაგრამ ვინც არ იცის გითარგმნით აი კარტს გაჩვენებთ კიდევაც ჩანს მეგონი კადრში თუ პრიალებს გენდინის სევმეტი ანუ მარტივად და კონკრეტულად შეიყვარეთ საკუთარი თავი გააღვიძეთ თქვენს თავში საკუთარი პატივისცემა. პირველ რიგში თქვენი თავი უნდა დააყენოთ წინა პლანზე. ენერგია რომელიც თქვენში არსებობს, მოახმარეთ საკუთარ თავს. არის ასეთი გამონათქვამი ადამიანები გვექცევიან ისე როგორ მოგცევის უფლებასაც ვაძლევთ ჩემო კარგებო, რა თქმა უნდა ზოგი ერთი ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, მაგრამ ეს ჩვენ ხელშია შევაჭეროთ. და შევწყვეტოთ კონტაქტი რა თქმა უნდა ესეთ ადამიანებთან და სადაც საიდანაც საჭიროა რომ გავეცალოთ უნდა გავეცალოთ დროზე და არ ვიცი რატომ მომიდა ამ ფრაზის თქმა ალბათ ვიღაცისთვის ზუსტად ეს პრიორიტეტია ეს თემა რომ ვიღაც არსებობს თქვენს ცხოვრებაში ეს უბრალოდ ვიძახი ამას ესეთი ისტორიები მოდის ხოლმე ესეთი ხილვების სახით არ ვიცი რაღაცა სმენას არ ვიტყვი მაგრამ აი ვიცი და მორჩა ესე ვიტყოდი ვიღაცისთვის არის ძალიან კონკრეტული საკითხი რომ გაეცალოს ვიღაც ადამიანს იმისთვის რომ იყოს ბედნიერი აი ერთ კონკრეტულ ადამიანზე შეიძლება მესამე ვარიანტზე იყოს ლაპარაკი შეიძლება ორზე სამზე მაგრამ ძირითადად ახალ ურთიერთობებზეა ლაპარაკი და
ხელს გიშლით საკუთარი თავის დაკნინება, ასე ვიტყვი. ანუ არ აფასებთ საკუთარ თავს, შეიყვარეთ საკუთარი თავი და ყველაფერი გამოგივათ ჩემო კარგებო. პირველ რიგში მე. უნდა თქვათ ეს სასარგებლო ეგოიზმი, ამაში ცუდი არაფერი არ არის და სხვაებიც დაგაფასებენ. მე კი ველოდები გამოხმაურებას, რამდენად მოგეწონათ ეს გაშლა და ესეთი ფორმით ამ საკითხზე პასუხის გაცემა. მომავალ შეხვედრამდე.